მოგესალმებით ეთერში ახალი ამბები 13 საათზე მე ნინო საალუქვაძე ვარ. ამერიკული მხარის მკაფიო გზავნილი და მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვაშინგტონში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. კრისტოფერ ლანდაუმ ქვეყნის შორის არსებულ ღირებულებით თანხმედრაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე გულწრფელად დაინტერესებულია ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაში. ამ კუთხით შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის როლსაც, რომელმაც მისივე თქმით ადმინისტრაციას სხვადასხვა ქვეყნებთან წლების განმავლობაში გაყინული ურთიერთობების გადახედვის თავისუფლება მისცა. კრისტოფერ ლანდაუმი ისაუბრა კავკასიის რეგიონში საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობაზე. ამასთან მკაფიოდ განაცხადა ისიც, რომ საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისი დასწრებას სიმბოლური დატვირთვა აქვს და გამოხატავს მზაობას ურთიერთობების გადატვირთვისთვის. Just state leadership, the president, the prime minister, and the 250th anniversary. Sad that in recent years, სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი. იმ ყველა დამაკავშირებელი საკითხის გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს. გულწრფელად გეტყვით ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ სამჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ვესწრები, ეს ფაქტობრივად უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის დავათმოთ ურთიერთობები. ვაფასებთ თქვენ გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით. მე კი აქ ვარ, რათა გამოგართვათ სალამი და ჩამოგართვათ ხელი. ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა. ამრიგად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან დაინტერესებულები ვართ თქვენი ქვეყნით. ვფიქრობ, ამ ფაქტის ინდიკაცია მოვახდინეთ. შესაბამისად, მოდით ერთობლივად დავაშენოთ ამ გააქტიურებულ დინამიკას მონუმენტს, რომელსაც უკვე მივაღწიეთ. საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივებზე ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართულმა მხარემ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. ამერიკული მხარის პოზიტიური გზავნილების შემდეგ ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელი გახდება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვან პირობად მიიჩნევს, რომ ურთიერთობების სამართლიან მიდგომებს დაეფუძნოს. ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძემ აქცენტი გააკეთა შტატების წინა ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, რომელმაც მისი თქმით ქართულ-ამერიკული მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები დააზიანა. მთავრობის მეთაურის შეფასებით მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ეს მიდგომები შეცვლილია, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოსა და შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება. თავარია, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში, რამაც გააფუჭა ურთიერთობები გასული წლების განმავლობაში, ეს იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რას აკეთებდა წინა ადმინისტრაცია, როგორ უჭერდა მხარს რადიკალიზმს, სიძულვილს, სიცრუეს ჩვენს ქვეყანაში, როგორ ახალისებდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟს, მათ შორის როგორ უბიძგებდა რადიკალურ ოპოზიციას არესარგებლად მანდატებით, ეს მოხდა როგორც 2020 წელს, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დღეს ხედავთ, რომ ეს მიდგომები არის შეცვლილი, რაც ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება ამერიკულ მხარეს. საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმე და გამოსწორება მოთხოვოს. საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს კაფიო დავაფიქსირეთ აბსოლუტურად ყველგან. საქართველო არის ღირსეული სახელმწიფო, საქართველო სწორედ ღირსებას იცავდა წინა ადმინისტრაციის მიმართ და ღირსების დაცვა უწევდა სწორედ, როდესაც პირდაპირ უმძიმეს რამეს ეთხოვდნენ ჩვენგან და ჩვენ ღირსების დაცვის საფუძველზე მოვახერხეთ უმძიმესი რისკები აგვეცილებიდან თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ოპოზიციის მიმართ კრიტიკული შინაარსის გზავნილის შემდეგ ოპოზიციური დაპირისპირება გამწვავდა. პარტია ლელომ აღიარა, რომ შტატებისგან მიღებული შენიშვნა სამართლიანი ბოიკოტი კი შეცდომა იყო. ლელოს აღიარებამ გააბრაზა ეგრეთ წოდებული ალიანსის წევრები, რომლებიც შტატების ოფიციალური განცხადების მიუხედავად რეალობის იგნორირებას ცდილობენ. პარალელურად დაპირისპირება გრძელდება ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის. თამარ ჩერგოლიაშვილი ისევ სააკაშვილს აკრიტიკებს, ლიდერს კი მისი თანაგუნდელები იცავენ. ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფიქსირებული პოზიციის შეფასებასთან დაკავშირებით. ძალიან ღიად ვიტყვი, უვიცი და არაპროფესიონალური შეფასებები. წერია პირდაპირ შავით თეთრზე, რომ ამერიკული მხარის მოსაზრება არის
როდესაც მან ესაუბრა ოპოზიციას დააფიქსირა პოზიცია, რომ ქართული ხალხის და ამომრჩევლების ინტერესები მათ უნდა დაიცვან მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით. არანაირ კონტექსტში საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არსად მსოფლიოში არ მოუტანია. პირველ რიგში იმათთვის, ვინც ინგლისური იცის ჩემზე უკეთ. გრიგოლმა, როგორც მისი სტატუსიდან ჩანს, იცის და გაერკვევა იმედია. თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ. შემთხვევით მარტო ლელო რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული ზომიერი პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია. ავთენტური არ იყო პოლიტიკა, იმიტომ რომ ჩვენ ოპოზიციურ ველზე ავტოკრატია გვჭამდა, ხო? ქართველმა ხალხმა ჩარეცხა ტიპის პოლიტიკა. ნაციონალურ მოძრაობაში ადამიანი რომ დაწინაურდეს, ყველაფერზე უნდა უქნიოს მიშას თავი. მიშას წინააღმდეგ თუ წავიდა, ის წინ ვერ წავა. მათთვის უმეტესია, რასაც ხალბატონის გრიგოლიშვილი მithumetes ნაცმოძრაობასთან დაკავშირებით. ეს ალიანსი მიხეილ სააკაშვილის არის ყოფილი მონების და ლილიპუტების გაერთიანება და როცა მოუნდება, მას შეიძლება ჩაძიროს ეს ხალხი. არ ვიცი რა ბედიელის ამ ალიანსს, მაგრამ ახლა ასეთი უცნაური გაერთიანება, რომ შინ კონფლიქტები იქნება, ისედაც გასაგებია. და ბოლოს ამ ხალხს ერთმანეთს ისეთი აქვს ნათქვამი, რომ საერთოდ ერთ ოთახში როგორ არის ხოლმე ის კი მეკვრის, მაგრამ არც განსაკუთრებული იდეა გაეშნიათ, არც რაიმე მიზანი გარდა იმისა, რომ ისევ მიხეილ სააკაშვილის ხარჯზე იარსებონ პოლიტიკაში, მე მგონია, რომ საბოლოოში ყველაფერი მიხეილ სააკაშვილზე დგას. ოპოზიციას ურთიერთ ბრალდებებს ბოიკოტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე განმარტა, რომ ლელოს სხვა პარტიებთან ერთად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების და საბოტაჟის ერთ-ერთი მონაწილეა. შესაბამისად, უცხოური დირექტივების შემსრულებელი ძალების მხრიდან საუბარი თითქოს პოლიტიკური პროცესების ბოიკოტს ეწინააღმდეგებოდნენ, მათ დანაშაულს არ ამსუბუქებს. ლელოც იყო საბოტაჟის ერთ-ერთი მონაწილე, ასე დაავალეს, მათ შორის ყოფილი ადმინისტრაციიდან და ასე იმოქმედეს, ხო? თვითონ თქვენს უარი მანდატებზე. აქედან გამომდინარე, ახლა ლელოს ხას რო ესაუბრება, აბსოლუტურად ალოგიკურია. თვითონ იყვნენ ამ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილეები, თვითონაც თქვენს უარი 2024 წელს და მანამდე 2020 წელს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე შესაბამისად ლელოც არის ამ დანაშაულის თანამონაწილე. ხო, რაც უთხრეს, რაც დაუკვეთეს უცხოურ აგენტურას ის შეასრულეს. ეხლა ახალ ადმინისტრაციას აქვს განსხვავებული მიდგომა, შესაბამისად მათ გადაწყვიტეს ლელოს ნაწილმა გადაწყვიტა განსხვავებული მესიჯებით ისაუბროს, თუმცა ეს მათ დანაშაულს რა თქმა უნდა ვერ გაასუფთავებს, ხო? მათ ჩაიდინეს რეალურად პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდას რა თქმა უნდა ასე მარტივად ვერ მოიშორებს ლელო, რომელიც იყო ამ პოლიტიკური დანაშაულის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილე, ხო? რაც შეეხება მანდატების გამოყენებას, ჩვენ ნახოთ 2028 წელს რა მოხდება, რომელი პარტიები მიაღწევენ 2028 წლის არჩევნებამდე, საკონსტიტუციო სასამართლოზეც არის დამოკიდებული და შემდეგ ნახოთ არჩევნებამდე მიაღწეული პარტიები და ვინ სარგებლობს და ვინ არის ისარგებლოს მანდატებს. ისინი მთლიანად იმართებიან გარედან და რა მითითებებიც იქნება თუ ვიღაცა კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელი ან პოლიტიკოსი რაიმე მესიჯს გააჟღერებს, ყოველთვის ცდილობენ რომ იმას მოერგონ და არა ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედონ. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებები, რა ინტერესებით მოქმედებენ, ვინ მართავს, საიდან იმართება. მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. თბილისში მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა მშვიდობის პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის პანელური სესიები და თემატური დისკუსიები. ფორუმში მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დედაქალაქის მერმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარე. თეკლა ბესტავაშვილი გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. თბილისი ამ მნიშვნელოვან ფორუმს უკვე მე-16 მასპინძლობს და განსაკუთრებით მასშტაბური არის წლევანდელი ფორუმი, რადგან მრავალფეროვანია ღონისძიების მონაწილეთა. სია აქ არიან უცხოელი სტუმრები, ბიზნესმენები, დიპლომატები, ევროპარლამენტარები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, დედაქალაქის მთავრობა და თბილისის საკრებულო. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა არის მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ეს ფორუმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას
მნიშვნელობას იძენს. ეკონომიკური განვითარება, სოციალური თანასწორობა და გარემოს დაცვა ის ფუნდამენტური მიმართულებებია, რომელთა გარეშეც ქვეყანაში პროგრესის მიღწევა შეუძლებელია და დღეს ფორუმზე აღინიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ფორუმის დღის წესრიგი ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავს, მათ შორის მშვიდობის პლატფორმას, რომელიც ყოველწლიურად იმართება და რომლის ფარგლებშიც ტარდება მაღალი დონის დისკუსიები. დღევანდელ სიტყვით გამოსვლებში სწორედ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაკეთდა აქცენტი და აღინიშნა, რომ შეუძლებელია სოციალური მდგრადობა და ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში თუ შენარჩუნებული არ იქნება მშვიდობა. იხელმძღვანელოს საკუთარი ეროვნული სწორედ შეაფასოს გარემო გლობალური ბუნდოვანებისა და მედია აღქმების ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა. ესაა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესების დაცვა და სიმართლის სადარაჯოზე დგომა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაცია კიდევ უფრო დაჩქარდა და საქართველოს უმწვავესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ 5-ჯერ აღკვეთა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების გარედან ორგანიზებული მცდელობა. უპრეცედენტო შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად ჩვენ არათუ მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ მდგრადი ეკონომიკური ზრდაც უზრუნველყავით. ჩვენმა საზოგადოებამ შეძლო სოფლიოში მიმდინარე მოვლენების კრიტიკული გააზრება, ობიექტური აღქმის შენარჩუნება და საკუთარი ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვა. სწორედ ქართველი ხალხის სიფხიზლითა და თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისაკენ სვლის დაწყება. სარდის საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, როდესაც სახელმწიფოები მცირე ქვეყნებს ხარის არჩევისკენ მოუწოდებენ, ჩვენთვის გადამწყვეტი ხდება დიპლომატიის სრულფასოვანი გამოყენება. ლოგიკური და კანონზომიერია, რომ ფორუმის დღის წესრიგი ყველაზე რთულ და აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს. მსგავსი თემების განხილვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის გზების საძიებლად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფორუმის თემატური პანელებიც, რომლებიც სუვერენიტეტის გამტკიცებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ენერგოდამოკიდებულობაში დიდი ჰესების როლს, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ინოვაციების დანერგვასა და მდგრად ურბანულ რეფორმებს ეთმობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი უკავია მშვიდობის პლატფორმას. ძველადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე პროგრესსა თუ კეთილდღეობაზე საუბარი ბუნებრივია, შეუძლებელია. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველოს გამოირჩევა მიზანდასახულობით, პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით. ჩვენ გჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველყოფაა. სწორედ ამ პრინციპით ვაფასებთ საერთაშორისო პროცესებს და სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს ქვეყნებთან. ეროვნული ინტერესების ერთგულება და საერთაშორისო ძალთა განაწილების გათვალისწინება სახელმწიფოს მთავარი ორიენტირი უნდა იყოს. გასაოცარია, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში ამ რეალისტური ჭეშმარიტების მასობრივ იგნორირებას ვხედავთ და ეს ხდება იდეოლოგიური ერთგვაროვნების დამკვიდრებისა და კრიტიკული აზროვნების ჩახშობის მოწოდებების ფონზე. საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს ემსახურება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის დასს. ამიტომ, თუკი საგარეო პოლიტიკის საზომი მორალია, საქართველოსთვის მორალურია ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ შედეგებთან დაგვაახლოებს ქვეყნის ომსა და ქაოსში გადაჭეხვის გარეშე. როგორც ფორუმზე გაჟღერებულ გზავნილებში გამოიკვეთა, სოციალური მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების მიღწევა შეუძლებელია თუ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება. დღეს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჩვენი ქვეყნის მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული უნდა იყოს სტაბილურობა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ჩვენს წარმომადგენლებს მივესალმები. ჩვენ ეკონომიკური ზრდა, სოციალური თანასწორობა და გარემოს დაცვა ის ფუნდამენტური საკითხებია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება. ყველას კარგად გვესმის, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ სტატისტიკა და
ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. ეს არის პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, განვითარებული ქალაქები, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილები. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებაზე ზრუნვას ეფუძნება. მოხარული ვარ, რომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისს როგორც რეგიონალური თანამშრომლობისა და დიალოგის ცენტრს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორების ჩამოყალიბებას, ინვესტიციების მოზიდვას, ინოვაციური იდეების გაზიარებას და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას ყველა მიმართულებით. თბილისი როგორც რეგიონალური მნიშვნელობის სწრაფად გამზარდი ქალაქი დგას არაერთი გამოწვევისა და შესაძლებლობის წინაშე. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი მიმართულებები, როგორიც არის მდგრადი ურბანული განვითარება, სატრანსპორტო რეფორმა, მწვანე პოლიტიკა, განათლება, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისები. დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიები მოგცემს შესაძლებლობას გავცვალოთ გამოცდილება და შევიმუშაოთ ახალი ინიციატივები. აქვე და აღნიშნო, რომ თბილისის საკრებულო აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების ხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყოს თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობის ზრდას. ბოლო წლებში ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის შედეგად საქართველოში სიღარიბე პირველად შემცირდა ერთნიშნა მაჩვენებლამდე გასულ წელს 9.4%-მდე, ხოლო ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა და 7.1%-მდე ჩამოვიდა, რაც განსხვავებული იყო და არ მიმდინარეობდა ანალოგიური ტენდენციები, მაგალითად, თუნდაც იგივე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისამდე არსებული ბუმის დროს, როცა სიღარიბის მაჩვენებელი იყო რეკორდული 38.8%-ის ფარგლებში, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გადააზრებას და ანალიზს, თუ რეალურად რა მოყვება ეკონომიკურ ზრდას და რამდენად ის რეალურად პასუხობს მოსახლეობის ინტერესებს და თითოეულ ოჯახამდე რამდენად მიდის მისი სიკეთეები. თბილისი რეგიონულ ფორუმს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უმასპინძლებს მასშტაბურ ღონისძიებას 1000-ზე მეტი მონაწილე ხავს, მათ შორის 20-ზე მეტი ქვეყნის 50-ზე მეტი წარმომადგენელი. მადლობა პირდაპირ ეთერში თეკლა ვესტაბაშვილი საუბრობდა. 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მაჩვენებელი 62 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სექტორის ბრუნვის მოცულობის 71% მსხვილ ბიზნესზე, 11% საშუალო, ხოლო 18% მცირე ბიზნესზე მოდიოდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამოხატულებაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა საქართველოს ეკონომიკის კიდევ უფრო გაძლიერება, რაც საბოლოოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გამოიწვევს. ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8.3% და რა თქმა უნდა ბიზნეს სექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდაც არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება. ხო, ჩვენ თავარია შევინარჩუნოთ ზრდის ეს ტემპი, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ თანდათანობით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი. ხო, თქვენ იცით, რომ პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, ეს არის დასაქმების მაჩვენებელი, ეს არის საშუალო ხელფასის მაჩვენებელი, ეს არის სიღარიბის მაჩვენებელი, სადაც გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში და ბუნებრივია ბიზნეს სექტორის ბრუნვის შემდგომი ზრდა, ეკონომიკის შემდგომი ზრდა უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტად როგორც ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებას, ისე ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის. შინაგან საქმეთა სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. სამეგრელო ზემოსვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 158 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები. გამოძიების ინფორმაციით აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით კონკრეტული პირები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალურ შემოსავლებს იღებდნენ. მითვისებად ამოღებულია დიდი რაოდენობის სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაზე მედიასთან დღეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება ისახება თითოეულ მოქალაქეზე და გადასახადზე, რაც უნდა გამოასწორდეს და ჩარჩოებში მოექცეს.
გაკეთდა განაცხადი გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით და პარალელურად წარიმართება შესაბამისი პროცესები, რაც არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამოღებული იქნა უკვე დიდი ოდენობით მაინერები, 133 მილიონი კილოვატ-საათია ესტის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნავ მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს, ანუ 10%-ს არ აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება, დაახლოებით 20 მილიონის, უხეშად 20 მილიონზე მეტის ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება ხდება მაინინგის მიზნით. საქართველოში ახალი ცენტრალური შემსყიდვების ორგანო ამოქმედდა, უწყება პასუხისმგებელი იქნება როგორც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებაზე, ისე მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებაზე. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ბაზრის კვლევას ჩაატარებს, მიზანი კი შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების მიწოდების პირობებისა და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება. შესაბამისი წესები ოპერირების პირობებში და ბაზრის კვლევის პროცედურები საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით განისაზღვრა. დადგენილებით ასევე გაწერილია საქონლის და მომსახურების ჩამონათვალი, რომელთა შესყიდვაც კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელდება. დღეს მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ახალი სამსახური შესყიდვებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და კორუფციულ გარიგებებს გამორიცხავს. პროცედურები ძალიან მნიშვნელოვნად მოწესრიგდა და ამას ემატება ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც განხორციელდა, შეიქმნება ერთიანი შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს. თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება ყველა პროცედურა, მას უზრუნველყოფს ახალი გაერთიანებული სამსახური, რომელიც შეიქმნა. თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან იქნება გამორიცხული კორუფციული გარიგებები. ეს გამორიცხული იქნება თავად იმ პროცედურებითაც, გამჭვირვალე პროცედურებითაც, რომლებიც დანერგილი იქნა სისტემაში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში შემოტანის ბრალდების სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების შხრეკის შედეგად ასევე სხვადასხვა ადგილებიდან მტკიცება დამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 150 გრამამდე მეთადონი, ბუპრენორფინი და გამომშრალი მარიხუანა. დანაშაული 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის შხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 150 შეკვრა მეფედრონი და ალფა პვპ მტკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს. ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების შხრეკის შედეგად მტკიცება დამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ასევე სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის ურბანული ტყის პროექტი, რომელიც 700 ჰექტარამდე ფართობზე აღდგენილ გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს, დასკვნით ეტაპზეა. თბილისის მერიასა და ფონდ ქართულს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ასევე საინფორმაციო დაფები. გარეული ფრინველების გამრავლების მიზნით გაკეთდა ვოლიერები. ტერიტორიის ნაწილი აღჭურვილია სათვალთვალო კამერები. ჩატარებული სამუშაოები დედაქალაქის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ფონდ ქართულს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ფონდმა ქართულ დაიწყო კომპლექსური პროექტი, რომელიც გულისხმობს მთაწმინდის და მიმდებარე ფერდებზე ეგრეთ წოდებული თბილისის ურბანული ტყის აღდგენას. შევისწავლეთ დეტალურად ნიადაგი, ფლორა, ფაუნა, ყველა კომპონენტი აბსოლუტურად. შეირჩა შესაბამისი ჯიშის ნაირსახეობის ხემცენარეები, დაახლოებით 40 ერთეული სხვადასხვა ჯიშისა და მოხდა მათი ეტაპობრივად ჩარგვა
საერთო ჯამში დარგული არის 700,000 ნერგი, გარდა ამისა გაკეთებული არის ტურისტული ინფრასტრუქტურა. მინდა მიულოცო სრულიად ჩვენს თანამოქალაქეებს ამ პროექტის დასრულება და რა თქმა უნდა მადლობა გადაუხადო ფონდ ქართულს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს მართლაც აი ამ უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის. ეს არის ნამდვილად ჩვენი ქალაქის ფილტვები და ჩვენ ამ სამუშაოების შედეგს კიდე მომავალში ყოველწლიურად კიდე უფრო დავაფასებთ. ეს ფუფუნება ძალიან იშვიათია თელ დედამიწაზე, რომ დედაქალაქს ან რომელიმე ქალაქს კონდეს მსგავსი საშუალება. პროექტი მოიცავს დაახლოებით 40-ის მეტი სახეობის ხელმძენარის დარგვას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ბიომრავალფეროვნებისთვის. საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურების სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ. მარშირება რთულ რელიეფზე ღონისძიებაში გუნდი საქართველოდან მეხუთედ მონაწილეობს. გასულ წლებში მათ წარმატებით იასპარეზეს და არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს медали მოიპოვეს. სპორტულ ღონისძიებაში ქართული სამხედროების გარდა ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების 1000-ზე მეტი წარმომადგენელი ჩაერთვება. შოტლანდიაში ყოველწლიურად იმართება გარბენი რთულ რელიეფზე. მანძილი არის 86 კილომეტრი. საქართველოს თავდაცვის ძალების 7 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა სპეციალური მომზადება. მადლობას ვუხდით ამისათვის თავდაცვის სამინისტროს. ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ ყველა ჩვენთაგანი გადაალახავს ყველა ბარიერს. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოში ჩინური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას, სასწავლო რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება პეკინში ენის განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრში გაიმართა, სადაც მინისტრმა თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც გაზრდილი იქნება ჩინური მასწავლებლებისთვის დაფინანსება, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ პროგრამას და ასწავლიან სასკოლო დონეზე ჩინურ ენას და მათივე მხარდაჭერით ხორციელდება მე-5-დან მე-10 კლასის ჩინური ენის სახელმძღვანელოების შემუშავება. მე-5 და მე-6 კლასის სახელმძღვანელოები უკვე დასკვნით ეტაპზეა, ხოლო შემდეგი საფეხურების სახელმძღვანელოების განვითარება უკვე გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობით. ამასთანავე ჩვენ შევთანხმდით, რომ smart კლასების დაფუძნებასთან ერთად საჯარო სკოლებში მათი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი შესაბამისი საგაკვეთილო პროცესი, რომელიც ონლაინ რეჟიმში უკვე გადაღებული გაკვეთილების მეშვეობით იქნება გამოყენებული ჩინური ენის სწავლების არეალის გაფართოებისთვის საქართველოს მასშტაბით. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის ნომერ 50 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებს ახორციელებს. სკოლა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. სკოლის შენობის აღდგენის შემდეგ 900 მოსწავლისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სარეაბილიტაციო სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში მაქსიმალურად შენარჩუნდება შენობის ისტორიული იერსახე. სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2027 წლის ბოლოს იგეგმება. პროექტი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე რთული, გამომდინარე იქიდან შენობა არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და გამოირჩევა მისი უნიკალურობით. კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ყველა მისი ფასეული ელემენტი და დეტალი და ყველაფერს გავაკეთოთ იმისთვის, რომ 2027 წლის ბოლოსთვის უკვე დასრულებული იყოს. რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისთვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმებზე. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია. ამ მიზნით კარდაკარის პრინციპით განხორციელდა პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია, ვაქცინაცია, მიკროჩიპების გამოყენებით და მათი მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია. პროგრამა ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სოფლის დაავადების გავრცელების პრევენციაში.
გადავდივართ უკვე ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, რაც შეეხება პატრონიანი ძუძაღლების სტერილიზაციას და ჩიპირებას. ამშველი პროცესთან დაკავშირებით ვახორციელებთ რეგიონებში შეხვედრებს, შევხვდით როგორც გუბერნატორს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და გავწერეთ ის გეგმა გრაფიკი და მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საერთო ჯამში დაეხმარება პროგრამის ეფექტურ შესრულებას და ღონისძიების წარმატებით განხორციელებას. გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გავმართეთ შეხვედრა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განვიხილეთ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები, შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე და იმ აუცილებელ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რაც ამ პროგრამის ფარგლებში არის გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრით. მარიამ ჯვრის დაცულ ტერიტორიებზე პროექტის ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. გამარჯვებულები გამოვლიდნენ კახეთის რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიების ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ჭაჭუნას, მარიამ ჯვრის, თუშეთისა და ბაწარა ბაბანეურის მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის. მათ წარადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები თემაზე დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება. 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ცხადია საქართველოს უერთდება ამ დღის აღნიშვნას სხვადასხვა საინტერესო შემეცნებითი საგანმანათლებლო აქტივობით. ძირითადი სამიზნე ჯგუფი ამ აქტივობებში მონაწილეობის არის სკოლის მოსწავლეები. სკოლის მოსწავლეებისათვის დაცულ ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას და აქტივობას ახორციელებს. მე მონაწილეობა მივიღე დაცული ტერიტორიების პროექტში ვიცავ ჩვენი ქვეყნის ბუნებას, სადაც წარმოდგენილი მქონდა დაცული ტერიტორიების როლი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ამ პროექტის მიზანია ჩვენმა თანატოლებმა გაიგონ ბევრი დაცული ტერიტორიების როლის შესახებ ბუნებასთან მიმართებაში. ასეთი ინტეგრირებული პროექტები მნიშვნელოვანია სხვადასხვა საჯარო სკოლებისთვის, ვეცნობით კოლეგებს, ერთმანეთს უზიარებთ შეხედულებებს. ბუნება ეს არის მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნისა. პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაუბრუნდებით, ეთერს კი ბიზნეს პოსტი გააგრძელებს დროებით.